რეჟისორები აჰუ ათილგანი და ილიას იავუზი. ძველი საიდუმლო. შიგნით შედი. სალაპარაკო გვაქვს. შენ მანქანაში დამელოდე. შედი. მიდი. დაჯექე. ბატონო თურგუთ, ამჯერად რა მოხდა? რაც ვიცოდი, ყველაფერი გითხარით. სხვა რა გავაკეთო? შენი ჩადენილი დანაშაულის გამო დედა ჩემი აგებს პასუხს. ის ახლა ციხეშია. მე ბრძანებას ვასრულებდი, ბატონო. ზუსტად ის გავაკეთე, რაც დედა თქვენმა მიბრძანა. დამნაშავე შენ ხარ, ფერჰად. რადგან დედა ჩემის ერთგული მსახური ხარ. რადგან მისი ბრძანება ზედმიწევნით შეასრულე, დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებ და ციხეში მის მაგივრად ჩაჯდები. მე გიგვირდები, რომ შენც და შენს ოჯახს ფულს მოგცემთ. გასაგებია? შევთანხმდით? შევთანხმდით. როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი. ყველაფერი ძალიან მომეწონა, მაგრამ შენ წოჩახ, გულუხვი ბიჭი აგირჩევია. მომართლა, მომავალ კვირას ჩემი ბიძაშვილის ქორწილია. შეგიძლია მათხოვა? კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავი, არ გამიფუჭო. ბიჭმა იმდენი ფული დახარჯა, ხმაც არ ამოუღია. მაღაზია შენია და რაც გინდა ის იყიდეო. ყველაფერი თვითონ ავირჩიე. დემეთ, რა გულუბრყვილო ხარ. გეფიცები შენს ადგილას მაქსიმუმ 1-2 წყვილს ვიყიდდი. შემწხვებოდა. რატომ უნდა შემწხვენოდა? ჩემნაირი ლამაზი გოგო ამას არ იმსახურებს? თანაც ეს ჩვენთვისაა ძვირი, თორემ დიდრებისთვის არაფერია. ამდენი რამის ყიდვა რომ არ შეძლებოდა საყიდლებზე საერთოდ არ წამიყვანდა. ო, მართალი ხარ. ასე როგორ შეიცვალე დემეთ? როგორ შეიცვალა ადამიანი, რომელიც მიყვარდა და მეგონა რომ კარგად ვიცნობდი. ჯანდაბა. რა მოხდა? საშინელება. დედა ჩემმა დამაბარა ბრინჯი იყიდეო, მაგრამ ყიდვა დამავიწყდა. სიბელ, როგორ შემაშინე? კარგი, გაიქეცი ბრინჯი იყიდე და სახლში წადი. საღამოში ვხვდებით. ო, საღამომდე. დღეს ყველა გოლს რატომ მიხეთქავთ? ამის გამო მიმატოვე დემეთ. ძვირფას ტანსაცმელში გამცვალე. სანამ მე მზად ვიყავი შენთვის სიცოცხლე გამეწირა. შენ ამ ტანსაცმელს დახარდდი? შენთან ლაპარაკი არ მინდა, ჩეთინ. მიპასუხე დემეთ. ასეთი იაფასიანი იყო შენი სიყვარული. თავი იმას შესთავაზე, ვინც მატერიალურად უზრუნველყოფდა. ძვირფასის საჩუქრებით განებივრებდა. ამიტომ გადამიყვარე? ამიტომ დამშორდი დემეთ. შენი ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია, არა? ვინც ამ ძვირად ღირებულ სამოს გყიდულობს. ნუ თუ შეუძლია რომ გაგაბედნიეროს. მისმინე, უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო. უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვისაც ჩემთან სიყვარულზე ლაპარაკის უფლება აქვს, ჩეთინ. შენი სიყვარული ყალბი არ არის? დრო არ დაგიკარგავს. მდიდარი გოგო იპოვე და დროს მასთან ერთად ატარებ. რა მოხდა, ჩეთინ? მეგონა შენთვის ფული არ იყო ღირებული. სიყვარული სად გაქრა, ჩეთინ? ის გულწრფელი გრძნობა შენთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს? საკმარისი არ იყო, არა?
შენთვისაც არ იყო საკმარისი. სიყვარულმა შიმშილი ვერ დაგიკმაყოფილა. შენც მდიდარ გოგოს დაუწყე ძებნა. ახლა კი უსირცხვილოდ მოდი ხარ ჩემთან და მადანაშაულებ. აქ რა ხდება? სისხლი ამიღეს. ვენიდან და თითიდან. კარგად ვარ მეთქი გითხარი. ასე გაზვიადება რა საჭირო იყო? კარგი რა დედა დამშვიდდი. უნდა გავარკვიოთ რა გჭირს. იმედია ყველაფერი რიგზეა. ვერ დავუშვებ რომ ავად გახდე. ჩემო ძვირფასო გოგო. გამარჯობა ქალბატონო ჩინარ. წამობრძანდით, შიგნით შევიდეთ. თქვენ გარეთ დაელოდეთ. მინდა ქალბატონ ჩინარს პირისპირ დაველაპარაკო. დავბრძანდით. მაშასე. ცხვირიდან სისხლდენა და თავბრუსხვევა ხშირად გაწუხებთ ქალბატონო ჩინარ. ბოლო დროს თავბრუსხვევას ხშირად ვგრძნობ. მაგრამ პირველი შემთხვევა, როცა ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ცუდი ხომ არაფერია ექიმო. ტომოგრაფიის პასუხები ჯერ არ მიმიღია, ამიტომ რთული სათქმელია. ღომერთო. ექიმმა დედასთან პირისპირ საუბარი რატომ ისურვა? იმედია ცუდი არაფერია. გთხოვ ღმერთო დედა ჩემს არაფერი სჭირდეს. გთხოვ ღმერთო. რამეს მიმალავთ ექიმო? გულახდილად გეტყვით. როგორც უკვე აღვნიშნე, ტომოგრაფიის პასუხები ჯერ არ მიმიღია. შეიძლება რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება კიდევ დაგჭირდეს, მაგრამ შესაძლოა ცუდი ამბისთვის უნდა მოემზადოთ. ექიმო, ბოდის გიხდით რომ შემოგეჭერით, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. გთხოვთ მითხარით რა სჭირს დედა ჩემს. მე მისი ქალიშვილი ვარ. უფლება მაქვს ვიცოდე რა სჭირს. გთხოვთ მითხარით, ნუ დამიმალავთ. დედა თქვენ სიტუაცია ავუხსენი. მიზეზი რის გამოც თავბრუსხვევა ასე ხშირად აწუხებს? არტერიული წნევაა შვილო. არტერიული წნევა? ხო. აბა რა იქნება? ბოლო დროს ყურადღებას არ ვაქცევ, რას ვჭამან, რას ვსვამ. წნევა ამიტომ დამივარდა. დიახ, დიახ. დედა თქვენის არტერიული წნევა ოდნავ დაბალი იყო. ხომ გაიგე შვილო? ამ ხელა ამბავით ყვილა დადეხე. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ. ექიმი დაკავებულია, მეტად ნუ ღარ შევაწუხებთ. მოდი წავიდეთ. კარგი დედა. გმადლობ ექიმო. შვებით ამოვისუნთქე. ბუნებრივია ვინერვიულე, ცუდად რომ გახდა. წავიდეთ შვილო. წარმატებულ დღეს გისურვებთ. შენმა ოჯახმაც კი არ უნდა იცოდეს რომ დანაშაული დაიბრალე. კარგი ბატონო თურგოთ, ამაზე არ იდარდოთ. ჩემთან თამაში არ გაბედო ფერჰად. ეს საქმე დედა ჩემს ეხება. თუ ვიგრძნობ რომ რამე არასწორად გააკეთე, ისე მოკლავ, თვალსაც არ დავახამხამებ. ამ საიდუმლოს საფლავში ჩავიტან ბატონო თურგოთ. ვერავინ გაიგებს. ვერც ამ საუბრის შესახებ და ვერც იმას, რაც ქალბატონმა ასიამ ჩაიდინა. ყველაფერი მე გავაკეთე. ჩემი ნებით მოვიტაცე ის ქალი და მისი მოკლავცადე. შენს ოჯახზე არ იდარდო. მათ არაფერს მოვაკლებ. სად დაიკარგა ეს კაცი?
ოჯახურ ბიზნესს აწყობს? მერტო ჩემო. ვიძია თურგოთ. მანქანას მე წავიყვან. შენ აქ დარჩი. აქ დარჩა. რატომ? იმ კაცს უთვალთვალე. იცოდე არაფერი გამოგცეს. დილამდე აქ იყავი და მერე ყველაფერი მომახსენე. კარგი, მაგრამ ვიძია თურგოთ. ის კაცი ვინ არის? რა პრობლემა გაქვთ? შენი საქმე არ არის. რაც გითხარი ის გააკეთე. დილით ის კაცი პოლიციაში წაიყვანე. გასაგებია? დედა, რა მოხდა შვილო? რამეს ხომ არ მიმალა? საიდან მოიტანე ზეհერ? ხომ გაიგონა ექიმმა რა თქვა? ძნევა დამივარდა. სანერვიულო არაფერია, დამშვიდდი. რა ვქნა, ნერვიულობ, მაშინია რამე არ დაგემართოს. ალბათ ჰადიე საინტერესებს როგორ ვარ. მასთან წავიდეთ. სახლში გუშინაც არ ყოფილვარ. დურო გამიბრაზდება. შენ დეიდა ჰადიესთან წადი, მე დურუს მივხედა. ცალ-ცალკე რატომ უნდა წავიდეთ? ჯერ შენთან მივიდეთ, დურო წამოვიყვანოთ და ჰადიესთან წავიდეთ. ამას უყურეთ. ისევ ძველ სიყვარულს მისტერის? რას ამბობდემეთ? ვინ გოგო ვიპოვე, ხომ არ გაგიჟდი? შენს კარგად იცი, ჩეთი. ჩემი თვალით დავინახე. იმ მაღაზიაში გოგო ურცხვად მოიყვანე. ჩემზე შურისძიება გინდოდა, არა? ნუ სულელობდემეთ. იმ გოგოსთან რამე საქმება? არ ვიცი. დემეთ? რა გინდა, ჩეთინ? მომისმინე. რატომ უნდა მოგისმინო? წადი ჩემი ცხოვრებიდან. იცოდი აღარ გაბედო და ასე გიჟივით თავს აღარ დამესხა. როგორც უკვე აღნიშნე, ტომოგრაფიის პასუხები ჯერ არ მიმიღია. შეიძლება რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება კიდევ დაგჭირდეს, მაგრამ შესაძლოა ცუდი ამბისთვის უნდა მოემზადოთ. დედა, ასე ჩუმად რატომ ხარ? მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან გამოვედით, სიტყვა არ გითქვამს. არაფერია შვილო. ცოტა დავიღალე. რა თქმა უნდა დაიღლებოდი. დურო წამოვიყვანოთ. მერე დეიდა ჰადიესთან წავიდეთ და შეგიძლია იქ დაისვენო. გისმენ კუდრეთ. შენზე ვღელავ. მაინტერესებს როგორ ხარ? კარგად ვარ. ვიფიქრე სადმე შევხვდებოდით. მოემზადე, მოგაგითხავ. არა, ახლა მამიდას დასახმარებლად მოვედი. ხვალ საღამოს შევხვდეთ, თუ შეგიძლია. კარგი? კარგი, ესე იგი მამიდას ეხმარები. ხო, ბევრი კლიენტი გვყავს. უნდა გავთიშო. მოგვიანებით ვისაუბროთ. კარგი, კარგი. საღამოს დაგირეკავ. დემეთს უყურეთ, როგორ მატყუებს. თანაც ჩეთინის გამო. ჩეთინ ხელს ვერ შემიშლი. რაც არ უნდა გააკეთო, უფლებას არ მოგცემ დემეთ შეურიგდე. მოგზანდით. უკაცრავად მასწავლებელო დამაგვიანდა. არა უშავს, მოდი ესმა. დღეს დილით კოლეჯიდან გამომიგზავნეს. რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთებია. შეგიძლია შეავსო და სტუდენტურ საქმეთა ოფისში მიიტანო. კარგი მასწავლებელო, გმადლობ. ღმერთმა ქნას კოლეჯში მიგეღონ. ცოტა ხნით უნდა გავიდე. შენ შეგიძლია ფორმა შეავსო. კარგი მასწავლებელო. წარმატებულ დღეს გისურვებთ.
ეს რეგისტრაციის ფორმა არ არის? ესმა ფოირაზის სტიპენდიის განაცხადის ფორმა. დაფინანსებულია. შემოდი დედა. მე დურუს მოვამზადებ. მისაღებში დაჯექი. არა შვილო, აქ დაგელოდებით. სეჰერ შენ ხარ? მე ვარ დედა, მე. დედა! დედა, ისეც მოსულა. საყვარელო. სად იყავი? შენზე ძალიან მღელავდით. ჩემო ძვირფასო. ხომ ხედავ ახლა აქ ვარ. ჩემზე ღელავდით? როგორ განერვიულეთ? კარგია რომ მოხვედი. გილოცავ. ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდა. დორო წამოდი მოვამზადოთ. დღეს დეიდა აიშესთან ვრჩებით. რა მაგარია? ბავშვს წაიყვან და წახვალთ? წამოდი შვილო. დეიდა აიში არ ვალოდინოთ. დედა, ნამცხვერს ხომ გამოვაცხობთ? ღმერთო, ეს გოგო სულ გადავიდა ჭკუიდან. აღარ ახსოვს რომ ოჯახი ჰყავს. ეს როგორ? შეუძლებელია. სტიპენდია იფექმა დამიფინანსა? ესე იგი შენ ხარ ის ქველმოქმედი, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს. ასე როგორ მომექეცი? ვინ იცის რა მიზეზი გქონდა? როგორც იქნა თავიდან მოგიშორებესმა. მართალია ცოტა ძვირად დამიჯდა, მაგრამ არა უშავს. ომერისთვის ყველაფერი ღირს. ისმენი ფეკ. სად ხარ, ომერ? გზაში ვარ, მალე ოფისში ვიქნები. რა მოხდა? უბრალოდ მაინტერესებდა, რადგან გზაში ხარ, მალე გნახა. არ დააგვიანა. ეს რაში დაგჭირდა? რატომ იფექ, რატომ? ღმერთო, ამაზე ფიქრი ჭკუიდან გადამიყვანს. სიჩქარეს მოუმატეთ, გთხოვთ. ჩემთან რატომ მოხვედი? ფული დახარჯე და ახლა სეჰერმა უნდა გარჩინოს? ყველაფერი არასწორად გაიგეთ, ქალბატონო ნერიმან. ფული არ მიმიღია. რაღაც საქმე მქონდა, მოვაგვარე და დავბრუნდი. არი დარდოთ, სეჰერს ტვირთად არასდროს დავაწვევი. ო, რა თქმა უნდა, მჯერა. ჩანთა ჩაგილაგებია, ყოჩახ. დედამთილი და ქმარის სახლში მშივრები უნდა დატოვა. სულ არ გადარდებს რას შეჭამენ, არა? თუქშია საჭმელი მაცივარშია დედა. სახლი მივალაგე და ჭურჭელი გავრეცხე. შვილო, შენ თვითონ რატომ არ ჩაიცვი? ხო, მართალია. დეიდა აიში არ დაიღალოს. ნერიმანს რა დაემართება, ვის ადარდებს. ნახვამდის დედა. უსირცხვილო. უკან მოუხედავად წავიდა. ოჯახი სულ არ აინტერესებს. დამაცადე, მე ნერიმანი არ მერქვას, შენ თუ ამის გამო პასუხი არ გაგებინო. გამარჯობა ესმა. როგორ მიდის საქმე? საჭირო საბუთები მოაგროვე? რა ჩაიფიქრე იფექ? რა მოხდა? როგორ ფიქრობ? ჩემი განათლება შენ გეხება? რას ამბობ ესმა? მეკითხები კიდეც? არ გითხარი, შენი ფული არ მინდა მეთქი. ჩემ ზურგს უკან ასეთი რომ როგორ გააკეთე? ყოველ ჯერზე როცა ამბობდი რომ მშობლების გარეშე გავიზარდე, ახლა იმას იტყვი რომ ესმა სტიპენდია დავუფინანსე და კარიერა ჩემი წყალობით აიწყოო, არა? ნუ სულელობ ესმა. ეს მხოლოდ შენი ოცნების ასასრულებლად გავაკეთე. ჩემი ოცნების ასრულება შენზეა დამოკიდებული. არ გაბედო იმის თქმა რომ ჩემს კეთილდღეობაზე ზრუნავ. ესმა. დამშვიდდი. როგორ? ჩემი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედე. რატომ ყვირი? სწავლა დაგიფინანსე, ოცნება აგიხდინე. კარგად გიცნობ იფექ. ასეთ რამეს უანგაროდ არ გააკეთებ. დარწმუნებული ვარ, ჩემი სწავლა უმიზეზოდ არ დაგიფინანსებია. ქალბატონო ესმა? რატომ ყვირით ქალბატონო ესმა? აქ რა ხდება?
შენ ცოლს ჭკუის სწავლება სჭირდება შვილო. დარიგება მარუშველა. კაცრად უნდა გააფრთხილო. რა მოხდა დედა? მე მეგონა იმაი შენ ფული აიღო და წავიდა. დღეს კი სეჰერთან ერთად გამომეცხადა. დურუ წაიყვანეს და წავიდნენ. როგორ? რას ამბობ დედა? ქალი უკან დაბრუნდა მეთქი. შენი ცოლშვილი წაიყვანა და წავიდა. მარტო დამტოვეს. რწყილიან კატასთან. კარგი დედა, კარგი. ახლა სამუშაო მაქვს. სეჰერი დაბრუნდება, არ ინერვიულო. ღმერთო, გავგიჟდები. ასე მშვიდად როგორ ხარ? გითხარი შენი ცოლშვილი სახლიდან წავიდნენ მეთქი. გითხარი რომ საქმე მაქვს დედა. არ დამელოდო. ამაღამ არ მოვალ. ოჩახ შვილო. არ ჩენ მოხვიდე. ნერიმანზე არ იდარდო, უპატრონოდ მოკვდეს. ვის ადარდებს ცოცხალი ვარ თუ არა? შეგიძლია მითხრა რა მოხდა? რატომ ჩხუბობთ? რა უნდა იყოს ომერ? გადავწყვიტე ქალბატონს ოცნება აუსრულო. მთელი ცხოვრება დაჩაგრული იყო. მის ნიჭიერებას არავინ აფასებდა. რაც შენ გააკეთე არ იყო სწორი. ჩემ ზურგს უკან იმოქმედე. ქალბატონებო, დამშვიდდით. ახლა კი მითხარით რა მოხდა? უთხარი, რას ელოდები? იცი მე ესმას სტიპენდია მხოლოდ იმიტომ დავუფინანსე, რომ ესმა სტიპენდია დაუფინანსე? დიახ. რა მოხდა მერე? გოგო სასოწარკვეთილი იყო. რა მნიშვნელობა აქვს მე დავუფინანსე თუ ვინმე სხვამ? ბიძა ჩემის ფული არ ავიღე. შენსაც რატომ ავიღებდი? ქალბატონო ესმა, გთხოვთ დამშვიდდით. როგორ დამშვიდდე? ეს განზრახ გააკეთა. ჩემი შერცხვენა უნდოდა. კმარა ეს სისულელე. რატომ ცდილობ დამამცირო? ცუდი რა გავაკეთე? იფექ მორჩი. ქალბატონო ესმა, გთხოვთ ჩხუბი შეწყვეტე. მოდი გავიდეთ. ცოტა დამშვიდდი და მერე დავილაპარაკოთ. გთხოვთ, წამოდით. უსერცხვილა. ომერის წინაშე დამამცირა. ესმას ვეღარასდროს მოვიშორებ. აქედან ვერ გავაგდებ, რადგან ჩემი დის მეშინია. ჯანდაბა. ახლა როგორ ხარ? ცოტა უკეთ. ბოდიშს გიხდი ომერ, ოფისში სკანდალი მოვაწყვე. არა უშავს. სინამდვილეში შენი კარგად მესმის. გაბრაზებული ხარ იმის გამო, რომ შენი სურვილი საწინააღმდეგოდ მოიქცნენ. მაგრამ შენი რეაქცია ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება. ჩემი აზრით იფექს ცუდი განზრახვა არ ქონია. მან იცოდა როგორ გინდოდა ინგლისში წასვლა. ვფიქრობ ამიტომ გადაწყვიტა და ხმარებოდა. ასევე მისაღებია, რომ ეს ანონიმურად გააკეთა. მგონი გასაგებია ვინაობის გამხელა რატომ არ უნდოდა. ვწდები? ჩინარ მეგობარო. განა შეიძლება ადამიანი ასეთ გაურკვევლობაში დატოვა. იმედია ჩინარია. მადლობა ღმერთს. როგორ ვინერვიულე. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მოდით, ოდიშს გიხდი დაო. მე და სეჰერს საქმე გქონდა, ამიტომ დავაგვიანე. დაო, მეგობარი ასე როგორ უნდა მიეტოვო? საავადმყოფოდანაც გაიქეცი. საავადმყოფოდან? ექიმთან აქამდეც იყავი? ჭრილობის გადასახვევად წავედი. ექიმს დიდხანს ველოდე, მაგრამ ჩემი რიგი არა დაარდადგა. მერე მიმღებში ექთანი დამეხმარა. ხო, ასე იყო. შემოდით. ისევ აქ რატომ დგახართ? შემოდით. ახლა რას აპირებ? არ ვიცი.
რადგან ინგლისში ვერ წავალ, სამსახურს მოვძებნი. რატომ? ჩვენთან აღარ იმუშავებ? იმის მერე რაც იფექმა ჩაიდინა, მასთან ერთად ვეღარ ვიმუშავებ. არ მინდა ამ კამათის გამო შენაერი ძვირფასი კოლეგა დავკარგო. გარდა ამისა, ოფისი მხოლოდ იფექს არ ეკუთვნის. ჩვენ პარტნიორები ვართ. ამიერიდან ჩემი ასისტენტი იქნები. არა. გმადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ გთხოვ ახლავე უარს ნუმეტყვე. კარგად დაფიქრდი. იქნება აზრი შეიცვალო. ყოველ შემთხვევაში ჩემი გულისთვის მაინც. არ მგონია აზრი შევიცვალო, მაგრამ კარგი. და იყოს ისე, როგორც შენ ამბობ. მშვენიერია. წამოდი სახლში წაგიყვან. გთხოვ უარის თქმამდე ბევრი იფიქრე. შენაერი ჭკვიანი ადამიანი გადაწყვეტილებას გაბრაზებულ გულზე არ უნდა იღებდეს. საღამო მშვიდობისა. გემრიელად მიირთვით. გმადლობ. დაჯიქი ივახშმე სანამ საჭმელი გაცივდება. არა, მადა არ მაქვს. ვერ შევჭამ. ასე ერთდროულად რა დაგემართათ. ჩეთინმა და ქუდრეთმაც უარი თქვეს ვახშმობაზე. რა მოხდა შვილო? ხასიათი რამ გაგიფუჭა? არაფერი ბიძია. ბებია როდის დაბრუნდება? ამაღამ ნათესავთან აპირებს დარჩენას, მაგრამ ხვალ დაბრუნდება. ვიმედოვნებ, რომ პრობლემა არ შეიქმნება. ფერჰათმა ბოლო წუთს აზრი რომ შეიცვალოს დავიღუპებით. არ ინერვეულო ძვირფასო. ყველაფერი კარგად იქნება. არ მინდა. როგორც იტყვი დეიდა, მე მაინც აქ დავტოვებ. თუ მოგშივდება შეჭამე. იმოქმედე თურქუთ. ამჯერად მაინც მოიქეცი ღირსეულად. როცა ეს მოსთვის და ჩეთინისთვის სიმართლე უნდა გვეთქვა, უცებ ცხვირიდან სისხლი წასკდა. მერე თავბრუ დაეხვა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავედით. მერე ექიმმა რა თქვა? არტერიული წნევა დაბალი ჰქონდა. ბევრი გამოკვლევა ჩაუტარეს, მაგრამ ცუდი არაფერი ყოფილა. იმედია კარგად ხარ ჩინარ. მაშინ როცა შვილებთან გაერთიანებას შეძლებ, იმედია ღმერთი მათ არ დაგაშორებს. თვეების განმავლობაში ფული რომ დამეზოგა, აქედან ერთ-ერთ საცკი ვერ ვიყიდდი. ეს ის არ არის, რაც მინდოდა? კომფორტული ცხოვრება, რომელიც ჩეთინმა ვერ შემომთავაზა. ბედნიერი, რატომ არ ვარ? ჩეთინის დავიწყება, რატომ არ შემიძლია? გახმოვანებულია მთავარ არხზე.
geçti unutmadım seni